როგორ ჩაიარა საყოველთაო აღწერის პროცესმა, როგორია შედეგები და რა ტენდენციები გამოიკვეთა მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებზე დეტალურად ვისაუბრებთ საქსტატის აღმასრულებელ დირექტორთან გოგიტა თოდრაძია ჩვენი პირდაპირ ეთერის სტუმარი მოგესალმებით ძალიან დიდი მადლობა გაცემაში სტუმრობისთვის აღწერის შედეგები არა მხოლოდ ჟურნალისტების არამედ მთლიანად საქართველოს მოსახლეობის არის საინტერესო და განსაკუთრებით ის ძალიან ბევრ მიმართულებას მისცემს სავარაუდოდ ყველა იმ სფეროს რომელიც შესწავლილია აი ამ ნაწილში და გარკვეულწილად გამოყენების კუთხითაც მას ძალიან დიდი გამოყენება ექნება თუმცა მანამ ვიდრე დავუშვათ მის სარგებლიანობაზე ვისაუბრებთ თვითონ ის შედეგები რომელიც დღეს საზოგადოებას წარუდგინეთ კიდევ ერთხელ მთავარი ნაწილი რომ ავუხსნათ და ვუთხრათ რა ჩვენა ამ აღწერამ გარდა იმისა რომ საქართველოს მოსახლეობა არის გაზრდილი მოგესალმებით მივესალმები თქვენს ტელემაყურებელს დიდი მადლობა მოწვევისთვის როგორც თქვენვე აღნიშნეთ საკმაოდ მაღალი ურბანიზაციის მაჩვენებელი გამოვლინდა აღწერის შედეგად და დაახლოებით 5%-ული პუნქტით გაიზარდა 10 წლიან ციკლში ქალაქად ცხოვრები მოსახლეობის პროცენტული წილი ასევე აღსანიშნავია რომ დაახლოებით 20%-ით გაიზარდა ქალაქ თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი და 1,330,000 გადაჭარბა მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალაქ ბათუმის მოსახლეობა დაახლოებით 54%-ით თუ ადრე 153,000 კაცი ცხოვრობდა დღეს დაახლოებით 236,000 კაცი ცხოვრობს ბათუმში უნდა აღინიშნოს რეგიონულ ჭრილში მონაცემების ანალიზისაც რომ თბილისის გარდა მხოლოდ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქვემო ქართლის რეგიონში არის ზრდის მაჩვენებელი დანარჩენ რეგიონებში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა ასევე ჩვენ შესაძლებლობა ჰქონდა აღწერის შედეგების მიხედვით ვისაუბროთ ასე ვთქვათ მოქალაქეობაზე ეროვნებაზე აღსარებლობის მაჩვენებლებზე როგორც აღწერამ გვიჩვენა მოქალაქეთა საქართველოს მოსახლეობის 96.1% დაახლოებით 3,770,000 გახლავთ საქართველოს მოქალაქე, ხოლო დანარჩენი დაახლოებით 3,4% გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. მათი საერთო რაოდენობა დაახლოებით 133-134,000-ია, ასევე ორმაგი მოქალაქეობის მქონეა დაახლოებით 8,600-მდე ადამიანი. აღსანიშნავია, რომ 84% ეროვნებით ქართველია, მეორე ეროვნებას წარმოადგენს აზერბაიჯანელები, რომლებზეც მოდის დაახლოებით 269,000 კაცი, შემდეგ მოდიან სომეხი ეროვნების მოქალაქეები, შემდეგ რუსი ეროვნების მოქალაქეები და მეხუთე ეროვნებას აღწერის შედეგების მიხედვით წარმოადგენენ ინდოეთის მოქალაქეები. მათი რიცხვი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი 10 წლიან პერიოდში, თუ 2014 წელს ქვეყანაში 400-მდე იყო ინდოეთის მოქალაქეების რაოდენობა, დღეს უკვე მათი რიცხვი 24,000 აჭარბებს. რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ ამაზეა მუდმივად ცხოვრობენ და ძირითადად სასწავლო მიზეზით იმყოფებიან, სასწავლო მიზნით იმყოფებიან ჩვენს ქვეყანაში. ასევე აუცილებელია ვისაუბროთ აღსარებლობის სტატისტიკაზეც 82% მართლმადიდებელი ქრისტიანია და სხვათა შორის მათი რაოდენობა დაახლოებით 126,000-ით, ანუ 4,1%-ით არის გაზრდილი ბოლო 10 წლის განმავლობაში. მეორე რელიგიას წარმოადგენს ასე ვთქვათ მუსლიმი მოსახლეობა, მათი წილი 11,1%-ია, შემდეგ მოდის სომხური სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენლები და შემდეგ კათოლიკეები. ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის მთლიანად 85%-ისთვის მშობლიურ ენას წარმოადგენს ქართული, შემდეგ მოდის აზერბაიჯანული, შემდეგ სომხური, რუსული და სხვა ენები. კი ბატონო, ეს კვლევა წინა 10 წლის წინანდელ აღწერის პროცესთან რომ შევადაროთ, მთავარი ნაწილი რა არის თქვენი გადმოსახედიდან და რა ტენდენცია გამოიკვეთა ამ ნაწილში? ამ მიმართულებით. დიახ, მთავარი რაც გახლავთ პირველი ურბანიზაციის მაჩვენებელი
როგორც გითხარით და თქვენს აღნიშნეთ, რომ დაახლოებით 62%-ს გადააჭარბა ქალაქად ცხოვრები მოსახლეობის რიცხვმა და ეს აისახა კიდეც ქალაქ თბილისის და ქალაქ ბათუმის მოსახლეობის მაჩვენებელზე, სადაც მნიშვნელოვანი ზრდა არის, სხვათა შორის ბათუმი ერთ-ერთი ქალაქია, სადაც ყველაზე მეტად 54%-ით არის გაზრდილი მოსახლეობის რიცხოვნობის მაჩვენებელი და ასევე მნიშვნელოვნად შეიცვალა სტრუქტურა უცხო ქვეყნის მოქალაქეებში. 134,000 უცხო ქვეყნის მოქალაქიდან დაახლოებით 24,000 გახლავთ ინდოეთის მოქალაქეები. მართალია მათი წილი მთელი ქვეყნის მოსახლეობაში 0,6%-ია, თუმცა 10 წლის წინ საერთოდ რამდენიმე ასეული მოქალაქე იყო ჩვენს ქვეყანაში. ასევე ამ სტრუქტურაზე შემიძლია ვისაუბრო, დაახლოებით, ამ უცხო ქვეყნის მოქალაქეებში ყველაზე მეტად წარმოდგენილი არიან რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის და როგორც უკვე აღვნიშნე, ინდოეთის მოქალაქეები. მაყურებელს რომ განუმარტოთ, რა ითვლება მუდმივ საცხოვრებლად, ან რა პერიოდით უნდა ცხოვრობდეს პირი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომ დაუშვათ ის აღწერის შედეგებში მოხვედრილ იყო, რომ უფრო ნათელი წარმოდგენა შეექმნათ, საიდან მოდის ეს რიცხვები. დიახ, ეს საერთაშორისო მეთოდოლოგია შემოთავაზებულია გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მიერ, რომლის მიხედვითაც აღწერისას 12 თვიან კრიტერიუმს ეფუძნება ქვეყანა, ანუ პირი, რომელიც 12 თვის და მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე, ის ითვლება მუდმივ მაცხოვრებლად. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის ასევე გასათვალისწინებელი, რაზეც მინდა ხაზი გაუსვა. მოგეხსენებათ, აღწერები ტარდება 10 წლიანი პერიოდულობით, თუმცა ჩვენ მოსახლეობას ვთავაზობთ მონაცემებს აღწერათა შორის პერიოდში, რომელიც ეფუძნება მიმდინარე დემოგრაფიულ აღრიცხვას. ანუ ეს გახლავთ ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროდან მიღებული ინფორმაცია, ანუ შობადობა, გარდაცვალების სტატისტიკა და პლუს საზღვრის კვეთის მონაცემები. თუ დავაგვირდებით ტენდენციას და წინა პერიოდში და ეხლაც იყო განსხვავება აღწერის და მიმდინარე დემოგრაფიული სტატისტიკის მონაცემებს შორის დაახლოებით 5.9%, ნახეთ, ეს განსხვავებები ბუნებრივია არსებობს და ამას თავისი მეთოდოლოგიური საფუძველი აქვს. მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვისას ზოგადად ჩვენ ვიყენებთ 6 თვიან კრიტერიუმს. 6 თვიანი კრიტერიუმია შემოთავაზებული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, ანუ მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვისას იმიგრანტად ითვლება პირი, რომელიც გასული 1 წლის განმავლობაში მინიმუმ 6 თვით იმყოფებოდა მუდმივად მოცემული ქვეყნის ტერიტორიაზე. ხოლო აღწერა ითვალისწინებს 12 თვიან კრიტერიუმს. გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ მიმდინარე დემოგრაფიული აღრიცხვისას არ მიიღება მხედველობაში ფაქტიურად მიღმარჩება არაკონტროლირებადი ტერიტორიებიდან მოსახლეობის გადაადგილება ქვეყანაში, ხო? რასაც ითვალისწინებს მოსახლეობის აღწერა და შესაბამისად ეს შეიძლება იყოს განსხვავების მიზეზი და ამიტომაც მოსახლეობის აღწერები, როდესაც ვსაუბრობთ დემოგრაფიაზე და როდესაც ვსაუბრობთ ზოგადად მოსახლეობის სტატისტიკის წარმოებაზე, მიჩნეულია უპირველეს და უპირატეს წყაროდ და შესაბამისად სწორედ ამიტომ ხდება აღწერის ჩატარების შემდეგ აღწერათა შორის პერიოდში არსებული მიმდინარე დემოგრაფიული მონაცემების გადაანგარიშვის. მე დარწმუნებული ვარ, აღწერის შედეგები ძალიან ბევრი მიმართულებით იქნება დაუშვათ გადაწყვეტილების მიღებისა თუ დაფიქრების საფუძველი, როგორც ხელისუფლების ისე მთლიანი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად მინდა გითხოთ, სასოფლო სამეურნეო ნაწილის აღწერაც შედიოდა ამ პროცესში და ამ მიმართულებით როგორი სურათი მივიღეთ, რა ტენდენცია გამოიკვეთა და რა დასკვნის გაკეთების საფუძველს გვაძლევს. დიახ, აღწერის პარალელურად ჩვენ სასოფლო სამეურნეო აღწერა ჩავატარეთ, რომლის მიხედვით გამოვლინდა, რომ დაახლოებით 8-9,000 ჰექტარია სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთი. სტრუქტურას თუ გადავხედავთ, მნიშვნელოვნად არის სხვათა შორის გაზრდილი მრავალწლოვანი ნარგავების ფართობი, დაახლოებით 61%-ით გაიზარდა 10 წლიან პერიოდში და ეს ძირითადად დაკავშირებულია ხეხილის ბაღების და ვენახების ფართობების მოცულობის ზრდასთან.
თან არის გარკვეული ერთწლიანი კულტურები, რომლის ფართობი შემცირებულია, მაგალითად სამართლის სიმინდი, მაგალითად ციტრუსის ფართობით შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. რაც შეეხება მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის რაოდენობას, დაახლოებით 851,000 სულს შეადგენს, აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 15%-ით, ასევე ცხვრისულადობაა შემცირებული და 704,000-ით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ სხვა მაჩვენებლებში მეტნაკლებად ზრდის ტენდენცია გამოვლინდა, მაგალითად ღორის სულადობა გაიზარდა დაახლოებით რამდენადაც მახსოვს 12%-ით, ფრინველის მაჩვენებელია გაზრდილი 9,8 მილიონამდე. საკმაოდ აქტიურად მივდებთ, როგორც აღმოჩნდა ამ აღწერის შედეგებიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევენ ჩვენი ფერმერები. დიახ, რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა ვაზის ჯიშთა რაოდენობა განსაზღვრულიყო, რომლებიც სასოფლო-სამეურნეო მიდამოებშია წარმოდგენილი, დაახლოებით 165 მილიონი ვაზის ჯიშია და აქედან უმეტესი ნაწილი დაახლოებით 96% არის ნაყოფის მომცემ ასაკში. ყველაზე გავრცელებულ ჯიშებს შორის ქაწითელი და საფერავია წარმოდგენილი, რომელზეც მოდის მთლიანი ვაზის ჯიშთა 80-91%. ძალიან დიდი მადლობა ამ ინფორმაციისთვის და უკვე ანალიზის გათვალისწინებით შემდგომაც სიამოვნებით დაგითმობთ ეთერს. სწორედ იმის იქიდან გამომდინარე, როგორ მიიღებს ბიზნეს სექტორი თუ სახელმწიფო აი ამ ძალიან მნიშვნელოვანი აღწერის შედეგებს. გოგიტა თოდრაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.